გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს გიორგობა არის, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, წმინდა გიორგის მადლი და ძალა გვეწეოდეს. უფალი თუ უშველის და წმინდა გიორგი თუ უშველის საქართველოს ნამდვილად თუ არა, ადამიანების ხელში ეს პატარა ქვეყანა და ეს პატარა ერი კარგად ვხედავთ რა დღეშიც ჩავარდა და როგორ ყვარებია თურმე ქართველს ქართველი და როგორ ყვარებიათ საკუთარი სამშობლო ბოლო 35 წელიწადია კარგად ჩანს და კარგად ვხედავთ როგორი სითბო და სიყვარული გამოიჩინეს საქართველოს და ქართველი ერის მიმართ ადამიანებმა რომლებიც ხელისუფლებაში არიან ამას დებილი მიხვდება ახლა ნორმალური ადამიანი ზედმეტი ალაპარაკი რომ ათი საქმე იყო თავიდანვე საქართველოს განადგურება როგორც ასეთი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფოსი და მიმდინარეობს როგორც სახელმწიფოს რღვევა, სახელმწიფოს ნგრევა და მიმდინარეობს როგორც ქართველი ერის როგორც ასეთი ამოწყვეტა პირდაპირ ცხონებული ზვიად გამსახურდი ამბობდა რომ წმინდა გიორგი განსაკუთრებულად იმიტომ არის მებრძოლი ქრისტიანობის სიმბოლო არის საქართველოში და მთელი ქართველობა ყველაზე ერთ-ერთი პოპულარული სახელი საქართველოში გიორგი, გიორგობა ორჯერ აღინიშნება საქართველოში და ამას პლუს ამდენი სალოცავი არის აშენებული ქართველიერიო ერთ დიდ ორდენს წარმოადგენს წმინდა გიორგის ქართველ ორდენს ერთ დიდ ორდენს წარმოადგენს და ზუსტად საქართველოს და ქართველების და საერთოდ გიორგობასთან, ქრისტიანობასთან ბრძოლა ზუსტად ქრისტეს ხელით და ქრისტეს სახელით და გიორგობის სახელით მოახდინეს რაც წინა წყეულმა ნაცმოძრაობამ რომელიც გიორგობა დღეს მოვიდა და ვითომ გიორგობა დღეს აჭარაკა ანთავისუფლა მე თურქებისთვის რომ გადაებარებიათ და თვითონ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გიორგობაზე და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ საერთოდ სარწმუნოებასთან კარგად გამოჩნდა მე როგორც საქმეში ისე სიტყვით რომ თურმე ერთია წმინდა გიორგიო ერთიო წესიერი კაცი იყო, მაგენშიო და სააკაშვილი იძახოდა პირდაპირ ეგერ, ვიდრე დანარჩენებშიო და თურმეო ჩინელებთან მოლაპარაკებებში უშლიდათ ხელს ბიჭებს თურმე წმინდა გიორგის ხატი თურმე დრაკონიო იმას რა ქვია, წმინდა არისო ჩინელებისთვის და დრაკონსო რატო კლავსო წმინდა გიორგიო თურმეო აი ამიტომ ავიღოთო ეს ხატი და გავიტანოთო და ჩინელებთანო ნუ ვიტყვითო რომ ესო წმინდა გიორგიო არა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. აი ამ დონის ადამიანები მოვიდნენ გიორგობის სახელით გველაპარაკებოდნენ 23-ში, მე თურმე 6-ში, სპეციალურად იყო დადგმული ქართველი ერისთვის, რომ ვითომ ორწმუნე ადამიანს ან იდეალისტ ადამიანს ეფიქრა, რომ აი სანამ გაიგებდა მათ ბილწ და დამპალსახეს, ეფიქრათ ის, რომ რამენაირად იქნება და მართლა მოხდა ის გარდატეხი ქართველი ერის ისტორიაში რომ გიორგობა დღეს რაღაცა შეიცვალა ის დამპალი შევარდნაძის ის წყეული ისა რა ქვია რეჟიმი და მოვიდა ხსნა ქართველი ერისა მაგრამ აი როგორი ხსნაც მოვიდა კარგად გამოჩნდა და ვინ აფინანსებდა და ვინ იდგა ამ გიორგობა დღეს ვარდების რევოლუციის ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის უკან კარგად გამოჩნდა ეს იყო ბიძინა ივანაშვილი რომელიც თვითონ ახორციელებდა ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ფლიდობა, ეს ყველაფერი ტყუილი ჭირდებოდათ იმისთვის, რომ შენიღბულიყო მათი ეს ბოროტის აქციელი და მათი ბოროტის სული შენიღბული ყოფილიყო აი ქრისტიანობის სახელით და სხვათა შორის ეს ჩემი სიტყვები მარტო არ არის სხვათა შორის ეს არის ცხონებული გურამ შარაძის სიტყვები, რომელიც 26-27 ნოემბერს შემდეგ მიმართავდა საპატრიარქოს და მიმართავდა უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქს რომ დაეფიქსირებია საპატრიარქოს და პატრიარქს დაეფიქსირებია თავისი პოზიცია იმასთან თუ რაც მოხდა 23 ნოემბერს 2003 წლის საქართველოში და რომ ამას არაფერი შეხება არ ქონდა მართლმადიდებლობასთან ქრისტიანობასთან არსებობს ამის არქივი და ხალხის გვერდით დამდგარიყო. თუმცა საპატრიარქოს და პატრიარქის თანხმობით მოხდა მაშინ ეს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, ხალხის ნებაო ასეთი იყო, პატრიარქმა განაცხადა, მერე პატრიარქი იყო ინიციატორი გერბის და დროშის შეცვლა, როდესაც დააპირეს და წმინდა გიორგის გერბი იქნა შეცვლილი ლომებიანი გერბით და
ის დროშა, რომლის დროშის ქვეშაც ორჯერ მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ის იქნა შეცვლილი ამ ხუთჯვრიანი დროშით, რომელიც ვითომდა თურმე, ესა რა ქვია, ქართული დროშა ყოფილა, არანაირად ეს ქართული დროშა არ ყოფილა არასდროს, ტყუილი, ეს არის თავის დროზე ჯვაროსნების დროშა, ტამპლიერების, კეთკენ როზენკრეისერების, სხვადასხვა ჰერალდიკა და სხვადასხვა ფორმებში გამოხატული, დაგვაჯერეს ეს ყველაფერი და გაგრძელდა ცხოვრება და მე ეს წმინდა გიორგის გზა რო არ იყო და იყო მიშას და ბიძინას გზა, რანაირ ტაძრამდეც მიგვიყვანა და როგორ იბერიის გაბრწყინებამდეც მიგვიყვანა, მას მე მგონი ყველა უნდა ვხედავდეთ და ვხედავთ დღესაც ვხედავთ ამ ყველაფერს. რა 23 წლის წინ მომხდარი და 22 წლის წინ მომხდარი ამბები, მაშინდელი ნაჭამი ტყემალი ყვეთავს კბილებს და კიდე მოგკვეთავს ცრუმადიდებლობაზე როცა დადგება ერი, ცრუმადიდებლობაზე და სინამდვილეს ვერ დაინახავს და სიმართლის და სამართლიანობის მხარეს არ დადგება, აი ცუდად იქნება საქმე ყოველთვის ასე იქნება და ყოველთვის უწიგნურს და გაუნათლებელს, რომელმაც რო კითხო რომ ქრისტიანია და საერთოდ არაფერი არ იცის საკუთარი რელიგიის და სარწმუნოების შესახებ რეალური, მას ყოველთვის ასე დამართებენ. და რაც ხდება დღეს საქართველოში, ხდება ის, რაც საერთოდ ყველაზე მეტი ეფექტური აღმოჩნდა ქრისტიანობას ქრისტეს სახელით ებრძოლουν. დღეს მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, დოუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს გამართავენ აქციას საპატრიარქოსთან. გაიმართება აქცია საპატრიარქოსთან, რომ გაწირა ხალხმა, უნდა გამართულიყო სხვათა შორის ივანაშვილის სახლთან, დასულიყვნენ და გაემართათ, მაგრამ არ მიცა პოლიციამ უფლება და შეფერდა რომ დაიჭერდა. გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც შვილები ალალბედად აყავთ აგერ დარჩენილი და არავინ ყურადღებას არ აქცევს, როგორც ხელისუფლება, ისე რიგითი მოქალაქეები, არც ალიათ ახლა ძმაო გიორგო ბარი აღსანიშნავი, შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე, დიდი ამბებია ატეხილი, შიომ ეს თქვა, შიომ ის თქვა, ასე თქვა, ისე თქვა და ეს გაჭირვებული ხალხი არავის არ ახსოვს და ამიტომ რადგანაც არავის არ ახსოვს, ეს ხალხი მიდის და საპატრიარქოსთან აპირებენ აქციის ჩატარებას. გაიხარე გიორგი, მეც გილოცავ გიორგობას და ყველა გიორგის განსაკუთრებით ულოცავ, ეს თქვენი დღე არის ნამდვილად, მათ შორის ჩემს ნათლულ გიორგის ულოცავ და მიდიან ეს ხალხი და აპირებენ აქციის გამართვას საპატრიარქოსთან, ალბათ ამ საცოდავ მშობლებს ჩაწერენ ახლა ნაცებში ჩაეწერებიან ალბათ ესენი, იმიტომ რომ ეს ადამიანები რა ვიცი ახლა, რატო არ ჩუნდებიან, რატო არ ეგუებიან მათი შვილების ავადმყოფობას, ან რატო არ კიდებენ მათ შვილებს ხელს და რატო არ მიყავთ უცხოეთში სამკურნალოდ, სადაც სხვები უშველია, რატო არ აკეთებენ ამას? ამიტომ ისინი ნაცები არიან, რაც ქვია, ენა როგორ უბრუნდება და ჩვენ ამაზე როგორ ვლაპარაკობთ, ხალხო? ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? წმინდა ბიძინა არის ზემოთ და ეს საერთოდ ახლა პატრიარქის არჩევნები მიდის და რა იქ როგორ შეიძლება ვინმე შეწუხდეს? აი ამ გზით მოსიარულე საქართველოს არც არასდროს არ ექნება ამოსუნთქვის საშუალება და გაგრძელდება ტრაგედიები. მე არ ვიცი ახლა იქ რა იქნება, დიდი ალბათობით არც არავინ გამოხედავს ტრადიციულად ქართულ მიწასთან დაკავშირებით, როდესაც მიდიოდნენ, არავინ რო არ გამოხედავდა, ტრადიციულად როდესაც მიდიოდნენ და მივდიოდით იმაზე რა ქვია, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და კაციშვილი რო არ გამოხედავდა, არეულობა და უბედურება რო იყო 91-92 წლების გასაყარზე და როდესაც მივიდნენ და თხოვეს რომ გაიტანეთ ქაშვეთის ეკლესიიდან ის ტყვია-წამალი, იარაღი და იქაური ყანდურები, რომლებიც ხელს უწყობენ გადატრიალებას მოაშორეთ, პატრიარქს არცალია, პატრიარქი დაკავებულია, შეწუხებულია, არცალია და შემდეგ რაც მოხდა, როგორც მოხდა, ამიტომ დღესაც ამ ბავშვების ბედი ძალიან მიეჭვება, არ ვიცი, შეიძლება პიარიც გაიკეთონ და გამოვიდნენ და ვიღაცა შეხვდეს, მაგრამ
იმ ტრადიციას, რასაც ნაჩვევი ვართ საპატრიარქოდან ხალხის და ერის გაჭირვებაზე და ერის პრობლემებთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის შეყუჟულები არიან და არავინ გარეთ ძალს მიაქცევენ ყურადღებას მყეფარეს და ამდენ მორწმუნე ქრისტიანს კაციშვილი ახლა ჯაღმაიძეს საცალია კაცო ეგერ ემზადებიან თავისი ის აქვს ჩასატარებელი. რა ქვია იმას არჩევნები აქვს და თავისი ხალხი ყავთ გასაყვანი, რა თქმა უნდა, ამაზეც მინდა ორი სიტყვა თქვა. აი აქეთკენ მიდის და ამიტომ მიდის ეს ყველაფერი ამ გზით, რომ დღესდღევანდელი ქართველი და დღევანდელი ქართული საზოგადოება ჭეშმარიტად ძალიან შორსაა მართლმადიდებლობასთან, ძალიან შორსაა ქრისტიანობასთან, აქედან გამომდინარე ძალიან შორს არის ყველანაირ ქრისტიანულ ღირებულებებთან, ადამიანურ ღირებულებებთან, ერთმანეთის გვერდით დგომასთან, მხარდაჭერასთან, სამშობლოსთვის ბრძოლასთან, ბავშვების საერთოდ გადაგვარდა დღევანდელი საქართველო. აი ამდენი ხანია ეს საცოდავი ადამიანები ქუჩაში არიან და ყველა ცდილობს რომ გამოიყენოს თუ ვინმე მივა თავსამართლის რომ რაღაცა თავისი პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს. აგერ იყო გუშინ ბატონ დავითთან ყავდათ სტუმრად მათი მშობელი, რომელმაც თქვა რომ მოდიან და ეუბნებიან რომ ამ სიმბოლიკას მოვიტანთ, იმ სიმბოლიკას მოვიტანთ, ევროკავშირის დროშას მოვიტანთ. იქ ზოგიერთებმა ეგერ 10-ში დაანონსეს მხარდაჭერა, მანამდე არავის არ აინტერესებს ეგ პრობლემები და აი ამათ გადაიქცა საქართველო. ჩვენ ახლა თავს ვიტყუებთ ძალიან ბევრი თუ არა სიმართლე გითხრათ იმ ქვეყნიდან რომელ ქვეყანაშიცა ჩემი თაობა დაიბადა უფრო და უფრო სევით ხო მართლა აღარაფერი აღარ ადარჩენია. ამიტომ არ ვიცი ჩემი მხარდაჭერა ამ ადამიანებს და რა თქმა უნდა არა მარტო ჩემიანებისიც და ყველა ჩვენ ქართველთა დიდ გაერთიანებას მხარს ვჭერთ და გვერდით ვდგავართ, მაგრამ თუ ხალხმა არ მოინდომა მხარდაჭერა მე მეჭვება ვინმე თავი შეიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს 9 ჯერ გაყიდულმა ყანდურებმა. და ახლავე მინდა შევეხო იმას რა ამბებიც ასევე დატრიალდა საპატრიარქოში და რა ამბებიც გუშინ მეუფე ზენონი იყო გამოსულიო და თქვაო ის რომ შიოს არჩევაო დამღუპელიაო საქართველოსთვისო და აი ეკლესიას უკვე შიო გამხდარია ეს ეკლესია და უკვე შიო გამხდარი არის ისა რა ქვია უწმინდესი და უნიტარესი და მასე არაფრის თქმა არ შეიძლება ის უკვე ცოცხალწმინდანად არის ქცეული ამ დგონებაში და ასე შემდეგ. ბიჭო არ მინდა ხა მე ზეონზე ლაპარაკი ამას იდიოტი უნდა იყო ადამიანი რომ ვერ ხვდებოდე რომ შიო რომელი ძალიდან მოდის, რომელი კლასტერიდან მოდის და რა მოყვება შიოს კაპატრიარქებას საქართველოში. მე არ ვიცი მან რა მიზნით თქვა, მე არ ვიცი მან რა მიზანი ამოძრავებდა, როდესაც ზეონმა იქ თქვა და არ ვიცი რატო თქვა, მაგრამ მე შემიძლია ერთი რაღაცა თქვა. წადი ჩემოძმაო მე ვინ გაძალებს წადი და ილოცე ეკლესიაში წადი და ილოცე რა გინდა Facebook-ში გიორგობა დღეს და რა გინდა ან წადი მეგობარი არა გყავს ერთი ჭიქა ღვინო დალიე ან ეკლესიაში წადი ილოცე და ნუ შემოდიხარ ამ Facebook-ში კაცო. მე არა ვარ სამშობლოში და მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს ამ რიტუალების დონეზე დასულ რწმენასთან და მორწმუნეებთან დაკავშირებით და დავაყენე რა ვინმე შემოგივარდა ძალით გაყურებიებს შესაძლოა ახლა ამ იმას როდაგივი ამა ჩეგევარა სურათი წად თამნარი ხალხი თუ თქვენ ვერ მიდიხართ მითხარით და მე მოგაშორებთ კაცო და გაგბლოკავთ და გაგიშვი რაშია ახლა საქმე ძალიან მარტივადაა ყველაფერი შეიძლება სხვა მიზნები გქონდეს თუ დარჩება და თუ გახდება შიომუჯირი პატრიარქი საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრებული პრაქტიკა დაუსჯელობის სინდრომი რომელი დაუსჯელობის სინდრომიც ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში დამკვიდრდა საქართველოში. დიახ, ილია მეორის პერიოდში დამკვიდრდა და მაგაზე ჰქონდა ძირითადი დაპირისპირება ზვიად გამსახურდიასთან, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია აცხადებდა, რომ სახელმწიფო რელიგიად უნდა იქნას მართლმადიდებლობა გამოცხადებული და უნდა იქნას აღდგენილი საეკლესიო სასამართლო.
საეკლესიო სასამართლო, რომელიც ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს გასამართლებს თვითონ ყოველგვარი გარე ძალის ჩარევის გარეშე. აი ეს იყო მისი მოთხოვნა. ეს იგივე არის, რაც რუის ურბნისის კრების გადაწყვეტილებების გატარება და სასულიერო პირი როგორ იქცევა. არა, ეს არ იყო საჭირო, არ ჭირდებოდა ეს ეკლესიას, ასე იყო ეს, არავინ არაფერს არ აბრალებს და არავინ ცილს არ წამებს არავის. ეს იყო ასე, ჩვენი ისტორია არის, ეს ფაქტებია, კონკრეტული ფაქტები და ეს არ აწყობდათ. ამიტომ იყო, როდესაც პუჩის დროს შევარდნაძის მხარდამჭერები იყვნენ პატრიარქი და ეს სასულიერო პირები. ასე იყო ეს. არ უნდა ეს გაჟეჟილს გატეხილი ჯობია და სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. გადის დრო და ყველაფერი უნდა იქნას შეფასებული. ყველას როლი ქართველი ერის და საქართველოს ჩვენი ერის ისტორიაში. ერი, რომელიც ამდენ ტანჯული ერი გადაშენების პირასაა. კი, ამათი ნაცქოცური შევარდნაძისტული მოღალატეთა კავშირის მიერ და დიახ ამ სასულიერო პირების მიერ. კაცი სიტყვას არ ამბობს და დღეს ერთადერთმა ადამიანმა, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ღიად ვამბობ ამას და ვიტყვი, აი ამ სამეულიდან ვინც არიან, ჩემი მხარდაჭერა პირადად და ყველა მე მიმაჩნია, ყველა ნორმალური მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანის, რომელიც ნამდვილად არ არის ვინმეს იმაში, რა ქვია, რიტუალებში და რამეში დაკავშირებული, აი, ჩემი მხარდაჭერა მეუფე იობს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რეფორმები უნდა გატარდეს, რუის ურბნისის კრება უნდა ჩატარდეს აუცილებლად. დიახ, მხარს უჭერ. ერთადერთი სასულიერო პირია, ვინც ღიად ამბობს ამას. ფარულად შეიძლება ნაკლებად ცნობილი სასულიერო პირები, ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ ღიად ამ სამი იერარქებიდან, ვინც არიან წარდგენილი, ამბობს პირდაპირ, რომ რუის ურბნისი არის ჩასატარებელი. ამიტომ მე მხარს უჭერ და მე მიმაჩნია, რომ მეუფე იობის პატრიარქად გახდენა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რუის ურბნისის კრება უნდა ჩატარდეს, რომ რეფორმები უნდა გატარდეს ეკლესიაში, იმიტომ რომ დაუბრუნდეს ჭეშმარიტად ქრისტეს გზას ეკლესია, ჭეშმარიტად ქართველი ერი დაუბრუნდეს მართლმადიდებლობის გზას, წმინდა გიორგის გზას, სხვა მე არ მაინტერესებს. სხვა ფუნქცია მოვალეობა სასულიერო პირს და ეკლესიას ერის და ქვეყნის მიმართ არ გააჩნია. მისი მთავარი ამოცანა არის ერი დააყენოს ქრისტეს გზაზე და აუხსნას რა არის ქრისტიანული, რა არ არის ქრისტიანული. დამნაშავე ეკლესიის გარეთ და ეკლესიის შიგნით იქნას დასჯილი. და ვიღაცისთვის ანაფორა და ეკლესიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ 1000 ბინძურეებს ჩადიოდეს ის რაც ხდება ანაფორა ამოფარებულ და აი ესეთი ქვეწარმავლები რამეს რო იტყვი ჯაღმაიძეზე შენ ეკლესიასე ბრძვი და ეკლესიასთან რო აიგივებენ თავს. ეს ამ ნაგვიდან უნდა გაიწმინდოს ეკლესია. ეს ნაგავი უნდა მოცილდეს პირველ რიგში საპატრიარქოდან. საპატრიარქოში ჩაბუდებული ქვეწარმავლების თამადობით. ეს იქნება ჯაღმაიძე, ეს იქნება ისა რა ქვია შორენა და თავიანთი აი აბსოლუტურად სიონისტების ჩასმული ურიები და ურიებთან მოთანამშრომე სიონისტი სასულიერო პირები. ამათგან უნდა გაიწმინდოს ეკლესია. თუ ეს არ მოხდება, ქართველებს არაფერი არ ეშველება და ამის გამკეთებელი არავინ არაა. ყოველ შემთხვევაში არსებული სასულიერო პირებიდან. არც შიო ამის გამკეთებელი, ახლა ჯახმაიძეს და ამათ რა თუნდათ და იმ უამრავ სასულიერო პირებს, რომლებიც შიოს მხარდამჭერები არიან. მე არ ვიცი. ზეონს რა მიზნები ქონდა, რატო თქვა, რატო მიიჩნევს რუსული გავლენებიო, ზოგ-ზოგი ერთები ამას იძახის, არ ვიცი მე რას ნიშნავს პრორუსი და მე არ ვიცი რას ნიშნავს პროევროპელი მღვდელი. მე ვიცი ერთი, მღვდელი უნდა იყოს ქრისტიანი, მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეს უნდა იყოს. არ ვიცი მე სხვას მე ვერ ხვდები პრორუსობა და პროევროპელობა
არ არსებობს სარწმუნოებაში და ქრისტიანობაში, არცად არ წერია ეს. და აქ ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ის რომ გამოდის თეოლოგი და ეგეთ რაღაცას იძახის ჩვენ უნდა მოგვაშორონ ევროპული ქრისტიანობიდან და რუსული ქრისტიანობისკენ უნდა გადაგვიყვანოს დაავადება, ავადმყოფობა, სრულიად ჩამოყალიბებული სიბნელე და სიდებილე. რას ნიშნავს ევროპული ქრისტიანობა და რას ნიშნავს ქართული ქრისტიანობა? ესენი თუ ევროპულ ქრისტიანობას ინკვიზიციას ეძახდნენ, ესენი თუ ინდულიგენციებს ევროპულ ქრისტიანობას ეძახდნენ, ესეთი რაღაცა საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ესენი თუ ჯვაროსნული ომის მოტივად ძარცვას, ფულის შოვნას, ლომბარდიას და ათასუბედურებას, ლომბარდი სიტყვა საიდან მოდის? ლომბარდიაში გაზიდული ქონებიდან, მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევით, რომელიც კონსტანტინოპოლში მოხდა და იტალიის ქალაქ ლომბარდიაში იყო ყველაფერი გატანილი და გაძარცვული და დადებული. ამას თუ ესენი ეძახიან ევროპულ ქრისტიანობას, ესეთი ევროპული ქრისტიანობის წევრი ქართველიერი არასდროს არ ყოფილა. და არაფერი შეხება არ აქვს ეგრეთ წოდებულ ამათი გაგებით ევროპულ ქრისტიანობას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან. რუსული ქრისტიანობა რა არის? მე ვერ ხვდები რას ნიშნავს რუსული ქრისტიანობა. ის რომ ქართველები და რუსები მართლმადიდებელი ერია და ის რომ რუსი წმინდანები ქართულ ეკლესიას აყავს აღიარებული და ქართველი წმინდანები რუსეთის ეკლესიას აყავს აღიარებული, ეს არის პრობლემა? ხო, ნუ ახლა ესეთ ავადმყოფებთან მე სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, მით უმეტეს ამათ საერთოდ მეტი არც არაფერი არ აინტერესებს ამათ სასულიერო პირებს და ამათ შეხედულებას და იდეოლოგიას მეტი არაფერი არ აინტერესებს. ამიტომ ზუსტად ისი არის მდგომარეობა დღეს, როგორი მდგომარეობაც არის ერში, ზუსტად იგივე მდგომარეობა არის ბერში. თუ კი დღევანდელ ერში ფაქტია ვერ იმარჯვებს. ფაქტია ერში ვერ იმარჯვებს ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეროვნული მოძრაობა და ეროვნული სულისკვეთება. პირიქით. ეს ჩათვლილია გოიმობად, ეს ჩათვლილია სიბნელეთ, ეს ჩათვლილი არის დრომოჭმულ იდეოლოგიათ და თუ გინდა დღეს წარმატებული იყო, უნდა იყო ლიბერასტი, სვეტსკი, ჩათლახი, 1000 გადანახტომი, შიგევროპელი რუსოფობი. და აი მაშინ ახარ წარმატებული ქართულ სოციუმში. მაგრამ თუ კი ეს მდგომარეობა რაც არის ახლა ეკლესიაში საპატრიარქოში რა ასე რომ ვთქვათ. და სადაც არის ერთი კანდიდატი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებელია გატარდეს რუსურბნისის კრება და არის დანარჩენი ორი მე არ ვიცი გრიგოლი რას ამბობს. ევროპელების შეხედულების არის და ალბათ მისთვის შეიძლება რა ვიცი რაღაცა რომის პაპის ანალოგია იყოს. არ ვიცი, ვერ ვიტყვი, ცოდვას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ გამიგონია მე ამ ადამიანიდან რომ რუსურბნის მხარს უჭერს. არ გამიგონია მე ამ ადამიანიდან. მაგრამ შეიძლება ვიფიქრო. და იქეთ მხარეს რა ქვია ჯაღმაიძეების და ამათი არ ვიცი აქ ჩვენ დღევანდელ ფენომენს მე შეიძლება ერთი რაღაცა დავარქვა პაპიზმით შეპყრობილი ადამიანები ეს ჩვეულებრივი პაპიზმი არის და იკითხე პაპიზმი რა იყო თავის დროზე გამოვლილი აქ ეს კათოლიკურ ეკლესიას პაპიზმის წვალებრული ისა რა ქვია ფენომენი და პაპიზმით შეპყრობილი ხალხი რომ სექტა ჩვეულებრივი სექტა ამათ არაფერი ქრისტიანობასთან არ აკავშირებს, არაფერი ამათ მართლმადიდებლობასთან არ აკავშირებს. არაფერი შეხება არ აქვს. ესენი არიან ჩვეულებრივი ჯულის კანონის დამრღვევი მწვალებლები არიან. ჯაღმაიძე არის ჩვეულებრივი მწვალებელი. და რაც საინტერესო იყო, იცი, სხვათა შორის გამოჩნდა დღეს, რომ ამ ადამიანს, როდესაც მოპარეს დიპლომი, როგორც საერო, ისე სასულიერო დიპლომი, დაურეკიათ საპატრიარქოდან და ჯაღმაიძეს კი არა. თეოდორე ჭუაძეს მოუთხოვია ისა, რა ქვია, დაჟინებით, რომ ესო დიპლომი წარმოადგინონ. აი, ქურდს ქუდი ეწვისო, როა ნათქვამი. და ითხოვდა თურმე, რომ მოიტანე დიპლომი. ჭუაძეს. ხომ კარგად გახსოვთ ჭუაძე? თუ ვინმეს არ გახსოვთ ვინაა თეოდორე ჭუაძე? მე გაგახსენებთ თქვენ ვინაა თეოდორე ჭუაძე. გაგახსენებთ. აი, შემოგთავაზებთ.
ეს ყანდური, რომელიც ჯერ არც ქართული წარმომავლობის არ ყოფილა. გვარ გადაკეთებული, შენიღბული, შემონიღბული. ყველასთან, ნაცებთან, ქოცებთან, მერაბიშვილის კლანთან, აქეთ ქოცების კლანთან, უშიშ ყველასთან დალაგებული და მონასტერი აქვს გადაქცეული ბიტკოინების ფერმად. გაჩვენებთ ამას, შემოგთავაზებთ ხელახლა, თუ ვინ არის და ის ითხოვდა თურმე რომ გინდა თუ არაო წარმოადგინოსო დიპლომიო ამან. თუ აი ამ გზიდან ჩვენ ავირჩევთ იმას, აი პაპიზმით შეპყრობილი სექტანტების გზას და აი თურმე რა ადარდებს ახლა შიოს რა ადარდებს, რუისურბნის კი არ ადარდებს, აი გამოვიდა დღეს თურმე და განცხადა ესეთი რაღაც რომ მისი მთავარი სადარდებელი არის ის რომ ვილოცოთ, ლოცვა გავაძლიეროთ, რომ მალეოსო პატრიარქი უნდა ავირჩიოთ და ყველა უნდა ვიყოთ თურმე ახლა ლოცვაში ვილოცოთ, რომ რამენაირად ღირსეულად ჩავატაროთ ეს ყველაფერი, ესა გვაქვს სალოცავ. ღირსეულად რომ ჩატარდეს ეს ყველაფერი, საერთოდ არაფერი ესაქმება შიო მუჯირს ეკლესიაში. და საერთოდ არაფერი არ ესაქმება ჯაღმაიძეს და ჭუაძეს და ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. ხო და ღირსეულად თუ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს, მაშინ ის უნდა მოხდეს, რასაც ამბობს მეუფე იობი. და დაველოდოთ ამ ყველაფერს თუ ეს მოხდება, თუ საქართველოში მოხდება გარდატეხა, რომ იქნება ნამდვილად ძლიერი პატრიარქი, რომელსაც რუისურბნისის ჩატარების არამარტო სურვილი, არამედ უნარი, ძალა და ყველაფერი შეწევნა იქნება, ჩათვალეთ, რომ საქართველოს ბედი შეიცვლება. საქართველოს და ქართველი ერის ბედი რადიკალურად შეიცვლება. თუ ეს არ მოხდება, ჩათვალეთ, რომ ის რაც მიმდინარეობს ეს 35 წელიწადია, კომუნისტების დროს ეს ყველაფერი არ ეტყობოდა. რატო არ ეტყობოდა, იცით? კომუნისტების დროს იყო სხვა სისტემა, თავიდან ბოლომდე. სხვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ერთეული ვიყავით, რომელსაც ჰქონდა თავისი ეკონომიკური სისტემა, რომელსაც ჰქონდა თავისი კანონმდებლობა, რომელშიც მიუხედავად იმისა, მოწონდა ვინმეს თუ არ მოწონდა, ქართველი ერის გენოციდი არ ხდებოდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში გამრავდა ქართველი ერი და ქართველმა ერმა შეძლო დემოგრაფიული აღმავლობის გზაზე ევლოს ზუსტად საბჭოთა კავშირში. კი, ასე იყო ეს ახლა. მე რო არ ვთქვა, გამოიღეთ სტატისტიკა და ავადმყოფებსაც ელაპარაკეთ და აუხსენეთ და აჩვენეთ. კი, მართალია ეს ხალხი ვერ იტანენ საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანებს, ვერც მე მიტანენ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე ვერც ჩემ თაობას, ვერც უფროს თაობას, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ჩვენ უნდა გავწყდეთ, ესენი არ მალავენ ამ ყველაფერს, კაცო, მაგრამ ფაქტი ასეა. ქართველი ერი მრავლდებოდა და საქართველოს ეკონომიკურადაც უზრუნველყოფილი იყო და მშვენივრად იყო. ხო, ხაინდრავამ თვითონ ხაინდრავა არის ბიოლოგიური ნაგავი, ქალბატონო ინგა. ხაინდრავა არის ბიოლოგიური ნაგავი. ხაინდრავა რო სხვის მიმართ გაიშვერს ხელს, რო ის სამჯერ თუ ოთხჯერ დასამართლებია, თვითონ ვინა ერის მოღალატე. თვითონ ვინ არის? თვითონ ვინ არის ეს ქვეწარმავალი, ეს ურია ეს? ერთი რატომ მალავს ერთი რაჯიშისა დედის მხრიდან? თქვას ვერსად რო ინფორმაციას ვერ მოიძებნი. ურია, ჩანერგილი ურია. ქართველ ერში. და საბჭოთა კავშირს და კომუნისტობაზე რო ახსენებს, და მამამისი გაიხსენოს ვინ იყო საბჭოთა კავშირში. და თვითონ ვინ იყო საბჭოთა კავშირში. და ჯერ მის თავის წარმომავლობაზე ილაპარაკოს, თავის იდეოლოგიაზე ილაპარაკოს, თავის სულისკვეთებაზე ილაპარაკოს, აი ეს ქვეწარმავლები. და ჩვეულებრივი სიონისტების ჩამოყალიბებული ეს როგორც ერში, ისე ბერში, ისე ეკლესიაში, ისე იმაში. ქართველი რო ქართველს ტყვიას ესროდა და ამას წინ მიუძღოდა ხაინდრავა და თვითონ ისროდა პირველ ტყვიას, ეს არის ხაინდრავა. ხაინდრავას რა უფლება აქვს ვინმეზე ილაპარაკოს? ნებისმიერი კრიმინალი იყოს. ნებისმიერი, მე არ ამაქვს ქურდებზე და იმაზე ლაპარაკი, აი მათი ფრჩხილის ფასიც არ ღირან ესენი. აი ქურდბაცაც არ ოდარბის ქუჩაში. რაღაცას რო იპარავს. ის რო მილიონს ჯობია, ამათ რა თუნდა ლაპარაკი. ხაინდრავა ხმას რო იღებს დღევანდელ საქართველოში. რა უშო საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით ესროდა ტყვიას ვიად გამსახურდიას. და ეროვნულ ხელისუფლებას. და დღესაც მიდოიღებს დიდ ხმას. და შენი ყველა არიან ბიძინა ივანაშვილის ქოლგის ქვეშ. ამიტომ მიმდინარეობს მოსყიდვაც, მიმდინარეობს ეწოლაც,
მიმდინარეობს 1000 ერთადერთი ამ სასულიერო პირებს მინდა უთხრა, ვინც იქ იქნებიან. ერთადერთი ამათ მინდა უთხრა. ვიზეც არის დამოკიდებული. ბიჭო, დაფიქრდით. თან მით უმეტეს ასაკში ხართ ბევრი. დაფიქრდით. ცხოვრებაში შეიძლება უფალი მაგისტვის გამზადებდათ. რომ საქართველოს ბედი, ქართველი ერის ბედი შეიძლება შეიცვალოს და ამაში მიიღოთ მონაწილეობა თქვენც. მაგრამ ნუ გააკეთებთ ისე, რომ საქართველოს ხელახლა დაუკარგოთ მომავალი. და ნუ გააკეთებთ ამას იმის გამო, რომ ვიღაცა იმ 20 მილიონს გთავაზობს თუ 10 მილიონს გთავაზობს თუ გამოართვით ყველაფერი და გააკეთეთ გასაკეთებელი ისე როგორცაა გასაკეთებელი. როგორცაა გასაკეთებელი, სასწაულო ამდენი ხანია ეკლესიაში ხარ, ამდენი ხატებთან აგაკ, სიწმინდეებთან აგაკ საქმე. ერთხელ გადადგით ცხოვრებაში სწორი ნაბიჯი. და ამას ქართველიერი დაგიფასებთ. სხვა არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. არ ეშველება ვერაფერს ვერ შეძლებთ, ვერც მე ვერ შევძლებ ვერაფერს, ვერც თქვენ ვერ შეძლებთ ვერაფერს. ვერც ერთი საერო პირი დღეს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა, ილია ჭავჭავაძე ერთად რო გააცოცხლოთ. დღევანდელ ქართულ სოციუმში ეს ხალხი იქნებიან ბნელი ღრუზინები. დამერწმუნეთ ასე იქნება. ის ხალხი, ვინც ილია ჭავჭავაძეზე, ეს რავი რო კითხო რო აბოდებს და ხატები რო აქვს დაგიტებული. პირველი ტყვიას ესვრიან ილიას. ერთადერთი ქართველი ერის ხსნა ყოველთვის მოდიოდა ეკლესიიდან. ოდესაც გაჯანსაღდებოდა სულიერი მდგომარეობა, მერე შეიძლებოდა უკვე ფიზიკურ გაჯანსაღებაზე ყოფილიყო საუბარი. ასე დაიწყო. და კარგად იცით, რუის-ურბნისის კრების შემდეგ საქართველოს ამოისუნთქა საუკუნეების მანძილზე. თუ ეს დღეს ეს მომენტი იქნა დამდგარი, მიიღეთ მონაწილეობა ამ ყველაფერში და თქვენ სულს, კი მესმის სული მწარია, თქვენ სულს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას. ამ ერის ცოდვა იქნება თქვენზე. 3 დღე მჩიოთ იქნება თქვენზე. მე ერთ რაღაცას ვამბობ. არ ვიცი, ვერ ვიტყვი, ბოლო ჟამია დამდგარი, რასაც ვხედავ ქართველიერი რაღაცა ესეთი არაბუნებრივი, რაღაცა გეომეტრიული სისწრაფით ნადგურდება და მიმდინარეობს იმიტომ რომ არ ყოფილა მომენტი, რომ 35 წელიწადში, რა ვიცი, რაღაც 36-37%-ით შემცირებული იყოს ერი და ქართველიერის ჩანაცვლების პროცესი ასე მომხდარიყო. 400,000-500,000 ადამიანი შემოსულია უკვე, მიღებულია ქართული დოკუმენტები, სახლდებიან საქართველოში, ქართული მიწა გაყიდულია და არანაირი პერსპექტივა აქედან აიღეთ შობადობა, აიღეთ ნებისმიერ ამის შეხედეთ, ნახეთ სოფლების დაცვა, რა დღეშიც ვართ. არასდროს ამიტომ ვფიქრობ მე, რომ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენ რატო ვიმყოფებით? იმიტომ ვიმყოფებით ჩვენ, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, რომელ მომენტშიც, ისტორიულ ეპიზოდშიც ყოფილიყო, რომ ქართველები მასიურად ტოვებდნენ სამშობლოს და მიდიოდნენ უცხოეთში საცხოვრებლად. ეს არ ყოფილა. ეს არასდროს არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, ახლა არის. ოღონდ მიეცი ქართველებს დღეს საქართველოსდან წასვლის საშუალება და გარბის სულ. ავადმყოფი გარბის, ჯამრთელი გარბის, რაც გაურბიან. ვისაც ეკონომიკური პრობლემები აქვს, ეკონომიკურ პრობლემებს მარტო არ გაურბიან, აი იმ მდგომარეობას გაურბიან საქართველოში, რაცა. აიღეთ გინდა ეკონომიკური კუთხით, აიღეთ სამართლებრივი კუთხით, აიღეთ ელემენტარული სოციალური ადამიანების ურთიერთობის კუთხით, აიღეთ. ყველას ერთმანეთი ეზიზღება, ყველას ერთმანეთი ძულს, ყველა ერთმანეთს დაპირისპირებულია. ბიძაშვილს არ ელაპარაკეთ, აიკარგა ნათესაობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა, ნაცკოცობამ შეცვალა ყველაფერი. პოლიტიკამ დაიმკვიდრა ადგილი. გარბის ერი. ეს თუ არ შეიცვალა და ამას ვერავინ ვერ შემოაბრუნებს, ეს შეიძლება ერთადერთი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შემოაბრუნოს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმდენი ქვეწარმავალია შემძვრალი. გაჩვენებთ მე თქვენ, ვინ არის ჭუაძე, გაჩვენებ ჯაღმაიძე, კი იცით ისედაც მithქვია და მილაპარაკებია და გამიდევს კიდე და უნდათ ამათ რომ სრულად ხომდეთ. მაშინ იმ ძველ დროში ხო, აი მეფე იბადებოდა და ნუ მამა თუ არ ვარგო და შვილის იქნება მაინც ევარგა, ხო?
და ერის და ქვეყნის მიმართ როგორც საკუთარ მამულს ისე მაინც უყურებდნენ იმას, რა ქვია, სახელმწიფოს და არ არსებულა მეფე საქართველოში, რომ კი მტრობა და უბედურების მეტი რა ყოფილა განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, მაგრამ ის არ ყოფილა თვითონ ფენომენია ასეთი მეფობის, რომ მისი ქვეყნის და მისი ერის განადგურება ნდომოდათ. ესენი მოვლიან 5-10 წელი თავისას იშოვიან ქართველი ერის ხარჯზე, სოციალური უსამართლობის ხარჯზე, 1000 უბედურების საკუთარი სამშობლოს გაღწევს, მე წავლიან. ეტყვიან გადავდექიო. მე კიდე და ეს სისტემა არის. და მეფობის ამბავია, როდესაც გადაშენების პირას იყო დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით დამდგარი სოლომონ პირველს, რომელსაც დედა გაუდგა, ბიძები გაუდგა, ბიძაშვილები გაუდგა, შვილმაც უღალატა, ფიცის კაცები მაინც შემორჩა და ეს კანონიერი მეფე იყო და იმან იბრძოლა და გადაარჩინა დასავლეთ საქართველოს. მათ შორის აი ესეთი ყანდურებიდან, რომლებიც ბავშვებს ყიდიდნენ და ლუკმა გამოგვიგდა პირიდან. დღეს მირონცხებული მეფე არ აყავს ქვეყანას. დღეს მირონცხებულ მეფეთ თვლიან ბიძინეს და მისი შვილი პირდაპირ წერს იმას, რომ მეფეა თურმე იმის საქართველოს. ხო. ამ შემთხვევაში და მიდი თურმე და არჩევნებით შეცვალა ეს ყველაფერი არაფერი არ იცვლება არჩევნებს, ტყუილია ეს. ამიტომ ვარ ყველაზე უბედურ დღეში და ამიტომ არის აქ ზუსტად შეუძლია ზუსტად პატრიარქს და ეკლესიას და საპატრიარქოს შეცვალოს რადიკალურად ეს მდგომარეობა. არ ვიცი თუ ასე არ იქნება ყველაფერი და ისე იქნება როგორც უნდათ, როგორი იქნება საქართველოს, რამდენ კიდე ცოდვას დაიმატებს ქართველი ერი და ამ ცოდვის გამოსყიდვისთვის კიდე როგორ დაისჭება. ეს მე არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ასია. გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ გარდამტეხი მომენტი არის ახლა დამდგარი და მე საერთოდ არ მიქნებოდა რომ მეუბნებიან რატო ჯერ პატრიარქს ამას ამბობდი, მე ახლა პატრიარქის დანატოვარ შიოზე. ბიჭო, იმიტომ კი არ ვამბობდი და იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რაღაცა ამ პირადული გამაჩნია, ამ პიროვნული გამაჩნია. არა ეს ხალხი, არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იმ მოვალეობის შესრულება და ასრულებენ მოვალეობას, რაც უნდა დაიკისროთ. ფუფუნების მოყვარული შიო, რომელსაც თმის ღერი არ ჩამოვარდნია ქვეყნის დაცვისთვის. თმის ღერი არ ჩამოვარდნია არაფერში. არა აქ იმას ქრისტიანული და სიმძიმით ნაცხოვრები და ის ვერ გრძნობს ამას. ისა ხელის გულზე ნაცხოვრები, ნაფუფუნები ადამიანი. ავიდა მოსკოვში დისერტაციები, აქ კიდე პატრიარქს შვილობილად ყავდა იმასკნელი, ასე, ისე შემდეგ, აქეთ იქეთ და მე ახლა პატრიარქმა თუ თქვა, პატრიარქის ანდერძი ყოფილა, თუმცა სასაც შეიძლება ეს რაღაცები არ არსებობს, რომ პატრიარქის ანდერძი იყოს, სარჩევითი არის თანამდებობა. თანამდებობა ეს. და არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რადგანაც შვილად ყავდა გაზრდილი, რადგანაც ბიძაშვილის იყო, ამიტომ პატრიარქს რადგანაც უნდა, ამიტომ უნდა დარჩეს ესა. თქვენ ხალხო პატარა ურიკინებთ შემთხვევით. და პატრიარქის რჩეულებს გაგახსენებთ მე, რა მოუტანეს საქართველოს. პატრიარქის რჩეული იყო შევარდნაძე. პატრიარქის რჩეული იყო კიტოვანი. პატრიარქის რჩეული იყო იოსელიანი. სხვა, უამრავი, ბევრი რა, დაგავიწყდათ. მაშინ ისე იყო საჭირო და ახლა ასია საჭირო, ხო? და ეს არამეს არ დამთავრდება ამ ქვეყანაში. ამდენ არაფერი არ იშველება საქართველოს. აგრძელდება ის ცხოვრება, რა ცხოვრებითაც დაიმსახურა. ალბათ ყველამ დავიმსახურეთ ეს ყველაფერი. ხმას რო არ ვიღებთ, მასობრივი ხმის ამოღება რო არა უსამართლობის მიმართებაში. აი ამ ხალხს როგორით არავინ არ უდგას დღეს რო საპატრიარქოსთან უნდა გავიდნენ და იმისთვის რომ მიშვილებს წამალი კონდეთ, რამენაირად ამ ყანდურებს მაინც თხოვონ დახმარება. რომ საინტერესებთ. ამ დაინტერესებთ. ვართ ეთყობა საერთო ჯამში ყველა ღირსი და იმიტომ ხდება ასეთი. გაიხარეთ. ხო, ასია და მე რაშია საქმე იცი? ბჭო, უფლის სიტყვებია, კაცო, ყველა კაცი ცრუ არსვა, ეშმაკი ისეთია, ყველა შეიძლება მოერიოს. პეტრე, რომელიც რწმენის და რომელიც სარწმუნოების რადგანის ძლიერი უნდა ყოფილიყო ადამიანი,
რადონის ძლიერი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც უფალი ეტყოდა, რომ შენ ხარ კლდე და მე შენს კლდეზე ავაშენებ ეკლესიას, რომელსაც ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ეხებოდნენ. უფალი ეუბნება ამას, ქრისტე ეუბნება. ვიღაცა ხო არ ეუბნება? უფალი ეუბნება თვითონ. და თვითონ პეტრემ უარყო უფალი 3-ჯერ მამლის ყივილამდე. და მეოთხეჯერაც რომში მოიპარებოდა, მოდიოდა და უფალი შეხვდა და სად მიდიხარო პეტრეო და უფალო და სად მიდივარ და რომში მიდივარ, ხელახლა უნდა გამაკრან ჯვარზეო. და მე მიბრუნდა. და თავუკუღმა დამკიდეთო. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ყველა კაცი სრულ არს მიენდეთ მხოლოდ ღმერთს. ადამიანს ყველა სისუსტეები აქვს. და ყველა შეიძლება რაღაცა ძალა მოერიოს. რაც არის დაწერილი ჯულის კანონში, ის უნდა შესრულდეს. რაც არის ღვთის სიტყვა ადამიანებს, თუ მართლმადიდებელი ხარ და თუ ქრისტიანობა გინდა. წესდება, კანონი, რაც არის, ის უნდა შესრულდეს. ის არის უფლის დაწესებული. მძიმედ შესასრულებელია. ძნელად შესასრულებელია, მაგრამ ის უნდა შესრულდეს და არა ის ჩემი მამაო რას იტყვის. პეტრეზე ძლიერი მე მგონი არც ერთი არა. თვითონ სიტყვა პატრიარქია, საპატრიარქო და ეს პეტრედან მოდის. ამ ხალხს არ უნდა, იმიტომ რომ კერპთაყვანისმცემლები არიან. და რწმენა აქვთ რიტუალებზე დასული. რამეზე რომ მიდგება დაგიწყებენ 1000 ბოდიას და ყველაფერს აულიან გვერდს. გაიხარეთ მეც გილოცავთ ბრავალს და ეს წართ. ისევე წმინდა გიორგი და უფლისნება იყოს უფლისნება ის რომ საქართველიერი მოტრიალდეს, მაგრამ ჩვენ თუ ხელს არ გავანძრევთ, ისე არაფერი არ იქნება და ამოიღეთ ხმა ყველა. და ეს საცოდავი ხალხი, ეს თქვენ ბიჭო მართლა არ იყურებით არაფერში რა, მართლა არაფერში არ იყურებით. ვიზია ნათქვამი, ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველო. ამდენი ადამიანი რო შეკავთ შეცდომაში, ამდენი ადამიანი რო ყავთ დაბრმავებული და დაშტერებული. ბევრი ადამიანი ვიცი, განა ცუდი ადამიანია, ძალიან კარგი ადამიანი. და მას მართლა ჯერა და მას მართლა გონია, რომ რასაც ეს სკანდურები, ეს ნაძირლები ეუბნებიან, რომ ის მართალია და ის მართლა ქრისტიანულია. ბრმად ჯერა ამ ყველაფრის. იმიტომ რომ კანონიერებაა ესეთი, კანონიერი წესიერი ადამიანია და არაა განათლება მიღებული და უბრალოდ ენდობა იმას, რომ არ შეიძლება სასულიერო პირმა ესეთი რაღაცა თქვას. არ შეიძლება სასულიერო პირი ატყუებდეს ამდენ ადამიანს. ვერ წარმოუდგენია იმას და შენ როდესაც ეუბნები, უბრალოდ განათლება არ ყოფნის, ის არ აქვს ჩართული კრიტიკული აზროვნება. რომ გადაშალოს თვითონ წაიკითხოს ის რაც იქ წერია სინამდვილეში. საეკლესიო სამართალი. ჯულის კანონს მოუბრუნდით, უგულველყოფილი როა ყველგან. უგულველყოფილია ქართულ ეკლესიაში ჯულის კანონი. ყველა ელემენტარულს გეტყვით როგორ გაარჩიოთ. ყველა ეკლესიაში სადაც იყიდება სანთელი და სადაც აღებმიცემობაა და სადაც ნათლობისთვის ფულს იღებენ, სადაც ნებისმიერი აღებმიცემობა ხორციელდება ეკლესიაში და ეკლესიის ტერიტორიაზე, აბსოლუტურად ყველა ეკლესია და ყველა სასულიერო პირი არღვევს ჯულის კანონს. და ამას საერთოდ ამ ჭუაზეს ბიტკოინების ცეხი აქვს ახსნელი. ეკლესიას ღმერთს ყველაფერს იყენებს თავისი პირადი გამდიდრებისთვის. არ ვიცი, ამ ხალხს როგორ არ ეშინიათ, უფლის გზაზე დგეხარ რო კითხოს ადამიანმა და ღმერთის მოტყუებასაც ცდილობ და ადამიანებით შეცდომაში შეგყავს. არა. ნუ თუ ერთხელ სიმდისი არ უნდა ჩაგერთოს. არ გამოვა რა, იქნება ისე როგორც არის. როგორც არის ყველა ხედავთ როგორც არის რა. ხმა ღაღადებლისა უდაბნოსა შინა და არავის და სხვათა შორის რას გეტყვით, იცით? ამას აუცილებლად მოყვება ეკლესიის გახლეჩვა. აუცილებლად მოყვება ამას ეკლესიის გახლეჩვა, იმიტომ რომ სადაც დარჩებიან წესიერი სასულიერო პირები ასეთ საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს გაწყვეტენ. ადრე თუ გვიან ეს მოხდება. ამის უფლება გააჩნიათ. როდესაც არასწორად იქცევა საპატრიარქო და არასწორად იქცევა პატრიარქი და როდესაც ქრისტიანულ სწავლებას და ქრისტიანულ
ქრისტეს ცნებებს გადადის, ამ შემთხვევაში აქვს უფლება ეპარქიებს გაწყვიტონ ევქარისტიული კავშირი. აქვთ ამის უფლება. და ვერავინ ისე როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ როდესაც მან იცის, რომ არ არის ის სასულიერო პირი, წესიერი, პატიოსანი, ვერ ენდობა, აღსარებას ვერ ჩააბარებს, არ უნდა მისგან მიღებული მადლი არ გადმოდის მასზე და მისგან მიღებული იცის მაგალითად, რომ სასულიერო პირი არის მამად მავალი. არ უნდა მას ჩააბაროს ესა რა ქვია აღსარება და ზიარება. არ უნდა. იმიტომ იცის, რომ სოდომური ცოდვით შეპყრობილია და არიდებს თავს. და თulis რომ არა ის მის სულიერი მოძღვარი. ასევე აქ ეპარქიებსაც უფლება. თუ კი ხედავს, რომ ცენტრში მხელა ბოროტება არის დაგროვილი. ბოროტება რო არის დაგროვილი ჯაღმაიძის თამადობით, რა თქმა უნდა ეს ლაბარი. და შორენას თამადობით და ამათ თამადობით. ეგრე მოხდება ზაურ და რაშია საქმე იცი, ვისაც ყავს ჩაბუდებული აგენტურა, საპატრიარქოში, მათი მიზანი ზუსტად ესაა. მათი მიზანი სხვა კი არაფერი არა. იმათ მარტო ეს ფული და ქონება და ეს რაღაცები კი არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ, რომ საერთოდ გახლეჩილი იყოს, დაშლილი იყოს საქართველოს ერთობა, საპატრიარქო ერთობა იყოს დაშლილი, ზოგან ძალით, ისე როგორც აფხაზეთში არის მაგალითად და კი მართალია არავინ არ აღიარებს, მაგრამ თვითონ გამოცხადებული აქვს, რომ გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი, იმასთან რა ქვია, ცენტრალურ საპატრიარქოსთან და არიან მიკედლებული იქეთ რუსეთთან, აქ შიგნით მოხდეს. როგორც ეს მოხდა მაგალითად საბერძნეთში. იმიტომ რომ პირველი ამათი მტერი, ამ გლობალური ბოროტების მტერი არის მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება. იმიტომ რომ ის რატო გვეძახიან მართლმადიდებლებს და სიტყვაზე აღმოსავლეთის ქრისტიანობა მწვალებლები არიან. რატო ამბობენ ამას? ორთოდოქსებს, ანუ კაცრად რას ითვალისწინებს ეს? ეს ითვალისწინებს მარტივ რაღაცას. იმ საეკლესიო გადაწყვეტილებების ერთგული დარჩა მართლმადიდებლური ეკლესია. კათოლიკურმა ეკლესიამ ცვლილებები შეიტანა და გამოიყო და გაიყო. სინამდვილეში მოხდა, იქაც ფულის გამო მოხდა, მიწების გამო მოხდა და იქ კათოლიკები გამოვიდნენ ვითომ ისინი რა ქვია და სხვა წესები შეცვალეს, იმიტომ რომ მიწები დაეკანონებიათ და მოხდა გაყოფა და ჯერ მოხდა იმპერიების გაყოფა ადრე და მერე მოხდა უკვე ეკლესიების გაყოფა. იქაც მიწებმა ითამაშა როლი, იქაც რომის პაპის დასავლეთის იმან ითამაშა როლი, რომ ასე ყოფილიყო და ეს არის ზუსტად რომ საქართველოში მოხდეს ამის დანგრევა და ეს აქ დავალებული იმ ჯაღმაიძეს, ეს აქ დავალებული იმ შორენას, ეს აქ დავალებული და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს? ჯერ მრევლის ჩამოცილებით, რომ შეცდომაში შეყვანით და მრევლის ჩამოცილებით. მერე როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს? მერე უკვე ერთმანეთში მერკანტილური ის რა ქვია, ქონებების გამო იქ როდესაც ღმერთს დაივიწყებს ადამიანი, მერე ფიქრობს მარტო ხორციელზე. მე ისა იქ ვიღაცა წესიერი მართლა შეხედავს, რომ ესენი ვინ არიან, თლად გუპავენ და ამათან ურთიერთობას გავწყვეტოთ ურთიერთობა ჯობია და დაიშლება ეგ ყველაფერი. ეს არის შორს მიმავალი გეგმები საქართველოს ეკლესიის დაშლის და დაყოფის. ყოფილა საქართველოს ეკლესია ისტორიის მანძილზე ყოფილა დაყოფილი. მაგრამ მაშინ სხვათა შორის, როდესაც სახელმწიფო დაიშალა, ერთიანი საქართველო დაიშალა, მაშინაც დაიშალა დასავლეთის საკათალიკოსო და აღმოსავლეთის საკათალიკოსო და იყო ეს. ახლაც აქვთ იგივე სურვილი. თუმცა ვერ იტყვი იმას, რომ ერთმანეთს მტრობენ. ესენი როგორ შეიძლება ჯულის კანონის დამრღვევი იყოს ქრისტიანობის და ერთობის მომხრე. პირიქით ის ბუნებრივად ებრძვის იმას, რაცა. და ესენი მითო გეუბნებით რა, ქრისტეს და ქრისტიანობის სახელით ებრძვიან მართლმადიდებლობას. და ჭირდებათ ესეთი ბრმა მადიდებლები, რომლებიც, ახლა ამ გენში თუ რამე ქრისტიანული არის დარჩენილი და
და რუისურნისის კრება, როდესაც ჩაატარა აღმაშენებელმა, ზუსტად ასეთი ელემენტებიდან დაწმინდა საპატრიარქო. იმიტომ რომ ერთიან საქართველოს ჭირდებოდა ერთიანი სინოდი და ერთიანი საპატრიარქო. დამოუკიდებელი როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია. მიუხედავად იმისა, მოპოვებული ჰქონდათ. აი შიგნით იყვნენ ბევრი ყანდურები. არ გვიყვარს ჩვენ ამაზე ლაპარაკი თუ არა. ყოფილა საქართველოს ეკლესიაში ესეთი გველები ჩაბუდებულები, მეფეს რო ვახტანგ გორგასალს რო კბილებში წიხლს ურტყამდნენ და სოლომონ პირველს რო წყევლიდნენ და უამრავი რა ახლა არ ვამბობ იმას რომ ეს იყო 10,000-ობით, ხედავდნენ და ყველას ეხედებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყვნენ ესეთები ისტორიის მანძილზე. და იგივე როლს ასრულებენ ესენი. ეს არის. ხა თუ არ იცი ჩემო ოთუნა, ადექი და წაიკითხე. რა იყო მოტივი სინამდვილეში? ხო არა არ მინდა ეს შენი ბრძნული რაღაცეები რა. ხო, ზუსტად მაგიტომ მოხდა. კი. მიწების და კოლონიების გამო მოხდა. მე არ ვიცი და შენ იცი, ხო? ეს ძალიან დიდი მანია გაქვთ, რომ თქვენ იცით ყველაფერი და სხვა არ იცის. ქონება ედო, ქონება ყველაფერს საფუძვლად. ქონება. რასაც მოყვა მე საღვთო რომის იმპერიების და ამათი ჩამოყალიბება და ეკლესია ჩვეულებრივად მართავდა იმპერიას. არა, ის იყო კაცო, რას ამბობ შენ? არა ის იდეური განსხვავებები ჰქონდათ და რას ამბობ შენ? იმიტომ რომ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ვერ გააკეთებდნენ ინდულიგენციებს. მართლმადიდებლური ეკლესია ინკვიზიციას არ ახდენდა. არ ვიცი შენ იცი. შენ ალბათ თეოლოგიის დოქტორი ხარ, ხო? ბევრია თქვენნაირები. გაიხარეთ მეც გილოცავთ. კარგით, დაგემშვიდობებით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და წმინდა გიორგის მადლი და ძალა ეწეოდეს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერთს და ვისურვოთ, ვინატროთ და მართლა ვილოცოთ იმისთვის, რომ სიკეთისკენ შეიცვალოთ თუ შევთხოვოთ უფალს, რომ ისეთი პატრიარქი გვყავდეს, ვინც რუის ურნის ჩაატარებს და ვინც გადაარჩენს მართლა ამ გადაშენების პირას ქვეყანას.